გამარჯობათ მეგობრებო. ჩემი სახელია დავითი. ანუ David Trucking-ი ჩემი კომპანია მაქვს. წარმოგიდგენთ ახალ ვიდეოს. მოდივარ სან-ფრანცისკოდან. მიმყავს 8 მანქანა. 6 ავიღე სან-ფრანცისკოში და 2 ავიღე რენო ნევადაში. იქითკენ წამოვედი კოლორადოში ვიყავი. 8 მანქანა მივიტანე. რეიტები დაბალი იყო ძალიან, სადაც $700 იყო. ისეც ყველა მიდიოდა ნიუ-ჯერში. ხო და იქიდან წამოვედი მე ცარიელი. იმიტომ რომ კალიფორნიიდან ძალიან მაგარი რეიტებით მოდის, სადღაც 1700, 1800, 2000, 2200. გეტყვით კიდე ფასებს. რა ფასებში მომაქრეს მანქანები. ხო და რენომდე ჩამოვედი და რენოდან ავიღე 3 ცალი ელექტრო Rivian ქვია. გამოდის პიკაპი და გამოდის SUV 7000 პაუნდია, 3 ცალი წავიღე 220 მილში სან-ფრანცისკოში 1500 გადამიხადეს და იმაში რა ქვია კოლორადოში სადღაც 12,500-ად ჩამოვედი და 12500. აი რეიტებით ჩამოვედი. მიიღდა რა ცარიელი წამოსვლა. ეხლა შეგახედებთ ამ ჩემ გლუს და ფასებსაც გეტყვით. აი ზემოთ ვიდეს Chrysler-ის 300 ქვემოთ არის პატარა Toyota Yaris იმინა მიატყდა რა ისე კარგად ჩაჯდა. ახალი 2026-იანი Land Cruiser-ია, რაც რობოტს აკავს რო შეხედავ. ქვემოთ Honda Civic ყავს. მერე ყავს RAV4, Honda CR-V, მინივენი ყავს Honda Odyssey და ქვემოთ კიდე ისევ RAV4, ეს ძველი. ზემოთ მანქანაში მიხდიან 2200. ამ მანქანაში 1997-ს. მაგრამ ისეთ ადგილებში ავიღე რომ იქ მანქანით ვერ მიხვდა რაიდერით რა. ყველა ფაქტიურად ლიფტით ავიღე რა. სან-ფრანცისკოში არის ლიფტი და უბერი. ეს მანქანაც ლიფტით აქვს მოყვანილი. ეს დილერშიპის მანქანა იყო, დილერშიპიდან ვიღაცა მიდიდა. კონდან მაგარი გასკრჩული არის. უმიწია წასვლა 30 მილი. მარტო მაგაზე გავაძრიე. როიტყვიან ადგილი. ეს მანქანა მომიყვანა დილერშიპში. ეს ავიღე რენოში და ეს მანქანა ავიღე კიდე რენოში, ეს ბოლო მანქანა რა. ეს მანქანაც თავის ხოდით მოვიყვანე. დაახლოებით $350-400-მდე დამიჯდა ამ მანქანების მოყვანა. ფასები რაც შეეხება ზემოთა მანქანა არის 1600, ეს მანქანა არის 1750, ეს პატარა მანქანა 1350, ეს მანქანა 1700, ეს RAV4 მიდის ბინგჰემპტონ ნიუ-იორკში, ეს 1600-ია. ზემოთა მანქანა გითხარით 1970, ეს 1600, ესეც 2200 ზემოთა მანქანა, მინივენი. კლიანობაში სადღაც 13,5-14-მდე გავგონეს რა. ხო, მეორე ამბავი კიდე ამ ტრაილერს კიდი. ალბათ ცოტას დავისვენებ რა. ხო და ფასი იქნება არის 80,000 ისევ ისე. ტრაკი იდეალურ მდგომარეობაში მაქვს. თავის კაი ახალი ზაფასკით. ეს full load-ით არის ჩემი ტრაკი, თავის მაგიდით ყველაფრით. 800 ცოტა გადაცილდა აილიჯი. ტრაილერი ფაქტიურად ახალია რა. მარტო მიშელინებს ვაყენებ, სხვას არ ვაყენებ ამ ტრაილერზე. აი გაჩვენებთ აქ როგორი საბურავები აქვს. აი ეს საბურავები აქვს უმაღლეს. მე კიდე ახალი ზაფასკა მაქვს სახში. არანაირი ჟანგი რამე ამას არაფერი არ აქვს. და მეხმარება რომ სტეკია რა. თუ გახეხა დაუშვოთ გრძელი მანქანები შეგიძლია ეს მანქანა ამის ქვეშ აყენო. ეს მანქანა ამის ქვეშ აყენო, შემოატრიალო. მოკლედ ესე რა მედივარ. ეს მანქანა ჩამომყავს ბაფალოში, ნიუ-იორკთან, ვებსტერ ქვია ქალაქს და მე მედივარ ბინგჰემპტონში.
ეს მანქანა მიდის სპრინგფილდში და დანარჩენი მასაჩუსეტსში ეს მანქანები. მოგეთ ცუდი რეისი არ გამოვიდა რა ბლასგირე დაემატა კიდე 1500 სადღაც სათვალეთ რომ 13-ნახევრად წავედი და 14-ად მოვდივარ უკან რა 3000 მილი იქით 3000 მილი აქეთ თუ რამე შეკითხვა გაქვთ შეგიძლიათ ამირეკოთ 827792446 სახელმწიფო მქვია დავითი ჩემი კომპანია David Trucking-ი მანქანები გადამყავს უკვე 2015 წლიდან ეს ექსპერიენსი 23 წელია რაც ამ ტრაქის ბიზნესში ვარ რა ჩემი კომპანია მოყავს ესეთ ადგილზე ცხოვრობ რომ არანაირი ქართველი ჩემთან არ არის ვერმონტში მადლობა ნახვისთვის და რა ვიცი თუ გინდათ შემეხმაურეთ კარგად იღავთ